ჩვენი შოუ 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 საღამო მშვიდობისას ვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. მაყურებლისთვის საყვარელი პიროვნება. ახალგაზრდა ნიჭიერი კაცი თედო ბექაურია ჩვენი პირველი სტუმარი. ომზადი თედო, გამარჯობა. თედო მოგესალმები შენ გენაცვალე. გამარჯობა. მიხარია რომ მასმიზლობ აქ. თან კიდე განსაკუთრებით მიხარია ის რომ ასე ძალიან შეგიყვარა მაყურებელმა და აი ეს სიტყვა რომელიც პატარაობაში შენ მიიღე გრძელდება და კი არ ნელდება პირიქით იზრდება ინტერესი და მხარდაჭერა შენი პიროვნების მიმართ. ეს მე ძალიან მახარებს და რა მინდა ისე კითხო. აი რამდენი წლის იყავი შენ როდესაც აი ცნობილ ფილმში რომელსაც ასეთი პოპულარობა მოგიტანა გაღმა ნაპირი ითამაში. კი ბატონო. პირველ რიგში დავიწყებთ რომ მადლობა დიდი მოწვევისთვის. მადლობა ყველას ასეთი გუნდური მუშაობისთვის. 10 წლის ვიყავი. პირველად ფილმში რო დავიწყე მე თამაში. უფრო სწორად, უფრო პატარა ვიყავი, 9 წლის ვიყავი რომ დავიწყე პატარ-პატარა ნაბიჯების სწავლით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთ პატარა ასაკში 9-10 წლის ბავშვმა რანაირად შეძელი აი ამ სიმძიმის ატანა ამ როლისა და როგორ მოახერხე რომ ასე შეგესრულებინა რომ დღემდე უცრემლოთ ამას მაყურებელი თვალს ვერადევნებს. არ ვიცი, ალბათ ბუნებრივი ნიჭი ღვთისწყალობით ალბათ მადლობა ღმერთს შემაძლებინა და მათამაშა ამ ფილმში. მადლობა რეჟისორს კიდევ რომ მომცა იმის საშუალება რომ ბევრი რამე შემასწავლა და მომცა საქმე. ნამდვილად შესანიშნავი რეჟისორია და მას დიდი მადლობა. მე როგორც ვიცი შენ უცხოეთშიც იყავი არაერთხელ და ვიცი რომ საინტერესო იყო ჩემთვისაც ძალიან. ჩემი პირველი წასვლა გერმანიაში იყო ბერლინში. ჩემი სოფლიდან ნორვეგიიდან უსვათ გერმანიაში რომ მოვხდი. სხვა სამყარო იყო საერთოდ. რო ჩავედით გერმანიაში უკვე თავში ამივარდა მე. უკვე თავში ამივარდა და მეთქი საჭმელად თუ რატომ ჩავიდეთ ქვემოთ თქო რა აქეთ ამოგვიტანო მეთქი არ შეიძლება თქო. შემოგეპარა ხო ვარსკვლავური? უცბად შემოგეპარა ეს ვარსკვლავური სცენი. პატარა თავში ავარდა იყო. ახასიათებს ხოლმე თავიდან პოპულარობას, მაგრამ იცი რა მიხარია რომ შემდგომ უკვე შენი მეორე ესეთი აქტიური გამოჩენა დაუკავშირდა ტელეიმედის ცნობილ პროექტს ცეკვავენ ვარსკვლავები, სადაც შენ გაიმარჯვე და რაც თავარია აი ეს მხარდაჭერა მაყურებლისა იგრძნობოდა ყოველთვის. ძალიან დიდი მუხტი მოდიოდა ხალხისგან, აი ძალიან დიდი მუხტი მოდიოდა და ამ მუხტიდან ვიმუხტებოდი მე რა თქმა უნდა და ბოლომდე ვიხარჯებოდი რაც შემეძლო რომ გამეკეთებინა. არც ერთი წუთით არ ჩორდებოდი რომ იმაზე ვფიქრობდი მაყურებელთან რას მივიტან. და შესაბამისად გავიმარჯვე დიდი შრომით რა. მართლაც დამსახურებული იყო ეს გამარჯვება და დღეს რატო აღნიშნავ ამას განსაკუთრებულად, იმიტომ რომ დღეს არის ტელეიმედის დაბადების დღე 15 მარტი და მინდა შენთან ერთად მიულოცო ტელეიმედის ყველა თანამშრომელს და წინსვლა და წარმატება უსურვო. წარმატებებს უსურვებ მეც ტელეიმედს და დიდი მადლობა ტელეიმედს რომ ასე წარმომაჩინა მე პირადად ცეკვან ვარსკვლავებიდან და თქვენი საშუალებით და ყველას ძალიან დიდი მადლობა მთლიან ტელეიმედის შემოქმედებ ჯგუფს. გაიხარე. ეხლა შემოთედო, მოდი გადავიდეთ იმ ხარეზე, რომელსაც მე პირადად ველოდები და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელს საინტერესო სიურპრიზი ელოდება. კი ბატონო. შენი ცეკვა ფაქტობრივად ყველამ ნახა, კი მაგრამ მე მინდა რომ დღეს მოისმინონ შენი სიმღერა, სადაც მე თუ მკითხავ, ცეკვაზე არანაკლებ და შეიძლება კიდევ უკეთ ჩანს შენი პიროვნება. შეიძლება. სხვათა შორის ადრე ბავშვობაში მიწოდა ხოლმე და ნახოთ აბა როგორ გამომივა ეხლა. აბა მოდი შენ დიდი ხანია არ მისდია და Ետրիքսավիտ մեջ եմ սպարասապ Պատկանախ ելշիմ կան Դավմղերի ավանանին անասապ Մեսա կարտվելոս Սիպարուլիս խարամըտ կուրիապ Չեմի սաուն ջե Նամադիդա սաղամուրիա Չեմի սաղամուրիա Սաղամուրո վերտ միսա Սիպարուլո սևդիսա Երիմ խոլոդը շենը թույսա Քավա
ვეკავავ შენი სახე დამადევს ყველაგანა ჩემი სახლგარი მობიბინემ თადამდელო ჩემი სამშობლო თვალხატულა საქართველო ჩემი საქართველო მივალ მიუყვები თეთრიგზებით მე ჩემპარასა ბატკანა ხელში მყარ Taungeri avananasa, avanani nanasa, avanani nanasa. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, ანსამბლ ერისიონის მუსიკოსებს თამაზ ჯამაგიძეს, თემო ვაშაკიძეს და გიორგი ხელაშვილს და რა თქმა უნდა დიდი მადლობა თედო ბექაურს. ტელეინეს მრავალი გახმაურებული და პოპულარული სატელევიზიო პროექტი აქვს შექმნილი, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებულად საინტერესო და მაყურებლის მრავალი თაობისთვის საყვარელი გახლავთ სერიალი შუა ქალაქში. სწორედ შუა ქალაქიდან გვესტუმრნენ დები ღლონტები, ანუ მსახიობები თამარ ნიკოლაძე და თათული ედიშერაშვილი. გამარჯობა. გამარჯობა. ობზანით. მიხარეთ ლამა სტუდიაში. გამარჯობა გაწოლეთ გილოცავთ ახალ სტუდიას. სულ წარმატება და წინსვლა. მადლობა, ობზანით. როგორ მიხარია რომ ერთად ვართ და ესე იგი დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა რომ აქეთკენ გადმომეპატიჟებინეთ და საბოლოოდ დაგახვედრეთ ახალი სტუდია ჩაუბატონო. სანამ დეპეშა არ მივიღეთ, არ ამაში ასაქმე და თან სანამ რემონტს არ მოვადგით თავი. ჩვენ ველოდებოდით უბრალოდ არ დავდივართ. მეზობლებში ასე დაუპატიჟებლად არ დავდივართ. თან რემონტის დასრულება ნოვოსელია გვიყვარს ძალიან და ახალ სახლობა. თქვენი კარის მეზობლები შემოგეჭერით დღეს უკვე დაუპატიჟებლად ვეგონი. ისიც ჩვენი განსაკუთრებული სიყვარული თქვენს მიმართ არ ამხოლოდ მეგობრული, კოლეგიალური, თავად პროექტის მიმართ და თან მე ჩემი სენტიმენტები მაქვს, ეს თქვენ იცით, მაგრამ ჩვენი შოუს მაყურებელსაც ვეტყვი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ნათლია ვარ, თანანათლიად ვითვლები, იმიტომ რომ თუ გახსოვთ, ესე იგი პირველი სეზონის, პირველი გადაცემის, პირველი გადაღების სტუმარი ვიყავი მე. კი ბატონო და იქ მე ესე ჩამოვარდა, ორი ვერსია იყოს, სავარაუდო სათაურის. ჩვენს გვერდით. ჩვენს გვერდით. და შუა ქალაქში და იყო კენჭისყრა. გაიმარჯვა ჩვენმა ვერსიამ შუა ქალაქში და აბატონო რა ფეხზე გაიმარჯვა ახლა თლა ჩემ ფეხის იმედზე ხადი არ იყავით თქვენ მაგრამ ოცხოში კარგად დაიწყო ეს პროფერი. ეს ჩვენ ყოფილვართ ნათლიას და ნოვოსელიაზე. ამაშია საქმე. ძალიან კარგია. ისე თუ იფიქრებდით 17 წლის წინათ რომ ფაქტობრივად სახელები შეგეცვლებოდათ და თამარი და ქეთევანი იქნებოდით მაშინ თუ წარმოიდგენთ ამ ტრანსფორმაციას. საერთოდ 17-18 წელი წავიდა ბატონო ნათლია. დაიწყო და 18 წლის გავხდებით 23 სექტემბერს. ანუ სადღაც 6 თვეში, ხო, არც კი. და ბევრი წლის წინ მოკლედ არც ვიფიქრებდით რა თქმა უნდა, ასეთი ხანგრძლივი პროექტი რო იქნებოდა, მე გადაღება რო აღარ იქნებოდა და მუდმივად მაინც სულ ჩვენების რეჟიმში ვიქნებოდით და რაც არ უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, ყველასათვის საყვარელი სერიალი და რა თქმა უნდა. გოგო ბიჭები თუ აღმოჩნდებოდი და მართლა ძალიან დიდი ბედნიერება და რაღაც იღბალია ეს, მხოლოდ შრომა არ არის, გარდა იმისა, რომ აი საოცარი შრომა ჩაიდო ამ პროექტში, ესეც არის იღბალი, რისიც მე ძალიან მჯერა. ჩემო შვილებმა იციან ფრაზები ზეპირად თქვენი და აღარაფერს ვამბობ მაშინ როდესაც პირველად ეს გამოვიდა და როცა სულ ახალი იყო ეს ფრაზები და ახლა იმ პერიოდში დარწმუნებული ვარ თქო პანაშვიძე მისვლა იხდებოდა იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ გულში ყველა ელოდებოდა როდის დაიძახებს როდის დღემდე ასეა დღემდეა ხო დღემდე არის სამწუხაროდ თუ არ ვიცი როგორ დავარქვა საბედნიეროდ როგორ უნდა ვთქვა სამწუხარო ამბავზე სამწუხარო ამბავზე მისული სამწუხარო ამბავზე მისული სამწუხაროდ
ისე ველოდებიან ჩემგან რაღაც ამ არაადამიანურ დაღრიანებას და როდის და მე კიდე მართლა რადიკალურად სხვა დამოკიდებულებები მაქვს ასე დროს და იყო კიდეც ერთი ესეთი შემთხვევა, რომ მე და თამუნა გარკვეულ ანუ მოგეხსენა პროცესიაზე ადრე დავტოვეთ ლოკაცია და წამოვედით, იმიტომ რომ ცოტა შეუსაბამო ემოციას იწვევდით. ხარხარია ტყდა. ბატონი ლადო როდესაც გარდაიცვალა, ვინც ასრულებდა იუზას როლს, როლს, არაჩვეულებრივი არტისტი. ნამდვილად შესაძლებელი ძალიან არტისტი. მაგარი ადამიანი, ну რა თქმა უნდა ჩვენ ბუნებრივია, მისი კოლეგები და მისი პარტნიორები მივედით პანაშვიდზე და იქ ისე მოხდა რომ მე და თათულის გვისამძიმრებდნენ არა მარტო კოლეგის და პარტნიორის გარდაცვალებას, ანუ იუზას გარდაცვალებას. ანუ ძალიან ბუნებრივი სურათი იყო რა, მოკლედ სამძიმერზე მოსული ადამიანებისთვის და გარკვეული უხერხულობები შეიქმნა, გადავხედეთ ერთმანეთს, აბდექით, წამოვედით, იმიტომ რომ ასე სჯობდა. კი. ახლა მე ერთი ესეთი თამაში მინდა შემოგთავაზოთ. თან ეს თამაში არის ძალიან პოპულარული TikTok-ზე. ის მთელ სერიალს უკავშირდება და ამჯერად მოდი თქვენი პერსონაჟები ჩემოვიფარგლები. ეს რა სერიალზეა საუბარი? სერიალი გაგიკვირდება და შუა ქალაქი არის ესეთი ძალიან საყვარელი სხვადასხვა. მე მომზადებული ვარ, ამიტომ მოვიმარჯვებ ჩემო ბატონო. ბატონო გია თქვენ იმეცადინე? აბა, მოხედავ როგორი მომზადებული დაყოლით. ეს იგი ნახეთ არსი რა არის, მარტივი პრინციპია. შეკითხვას დაგისვამთ და თქვენ უნდა გაიხსენოთ თქვენივე პერსონაჟების ნათქვამი ფრაზა. თუ გვახსოვს ამდენი წლის შემდეგ. ესეც საინტერესოა და შევაფასოთ. დავატაროთ ეს ექსპერიმენტი. მართ თუ არა ფორმაში? კი, გვახსოვს თუ აბა, არა ჩვენი დავიწყოთ. პერსონაჟები. რომელი ნაწარმოების პერსონაჟს შეადარა ირაკლი გაბრაზებულმა თამარმა? სადარბაზო. შენ თვალში ხომ არ გეპატარავები, შეგულივერო შენ. ეგრეა კი. თვალში ხომ არ გეპატარავები, შენ გულივერო შენ. კი ბატონო სორია. ეს გახსოვთ. მე მათ ჭამ ვაშლს. კი. და ძალიან ესე ცალკბად ეგეც სახეა. საფილოსფერის ზედამაცვია, მახსოვს შავი შარვალი. კიდე ამბობდით გვემახსოვრება თუ არაო. ესე იგი, ქეთევანს უნდა იტალიაში სამოგზაუროდ წასვლა, მაგრამ სახლი უნდა სხვა ადგილას. და აბა კერძოდ სად? და კარგად მახსოვს, ჩვენ წასული ვართ, ვეძებთ განძს. კი ბატონო, ეგ სერია. თამარი ლაშიკოვა ხო? იქ მიწის დამუშავება მიდის, მოკლედ დიდი ლომი უჭირავს, ხო? ლაშიკოს და მე მახსოვს ასე ვამბობ. იტალია ბობოყვათი, იტალია ბობოყვათი. ბობოყვათში უნდოდა სახლი და იტალიაც უნდოდა. იტალია ბობოყვათი, იტალია ბობოყვათი, იტალია ბობოყვათი, იტალია ბობოყვათი, იტალია ბობოყვათი, იტალია ბობოყვათი. სორია. ბრავო. აბა შემდეგი. აბა ეს თუ გახსოვთ. აბა. რასიზმ და კარგ ხასიათზე მყოფი თამარი. იქ ერთ-ერთი სცენაა. წინაპირობა თქვა? აბა რა? ბარშია ესე და ახლა ისეთ კარგ ხასიათზე ვარ, რომ დაუყვები მთელი თბილისის კორპუსებს ლიფტის ფულს ავაგროვებდიო და აი ეს მდგომარეობა ქონდა. იცი რა ირაკლი, ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ, რომ მთელ თბილისს რო დავარო ლიფტის ფულზე არ დავიღლები. აი ეს თუ გახსოვთ მართლა ლაშა დაიკარგა. თამარი შედის ირაკლისთან ფურცლით, სადაც წერია. განცხადება. 2009 წლის 11 ნოემბერს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა ლაშა ტორონჯაძე, ტანთ ეცვა და გააგზელეთ. მუქი ფერის შარვალი ჯიბეში უდევს 54 ლარი, 2 ცალი 2 ლარიანი და 1 50 ლარიანი კუპიურა ნომრით. ამოწერილი ქონდა ნომერი. ეგრეა კი. ნომერი ამოწერილი ქონდა, ვაიდა დახარჯოს ამას რა მოუაო. კაცმარიცის რას დადობდა 54 ლარს თუ ლაშას დაკარგვას, მაგრამ გადასარევია, ზუსტია. რა თქმა უნდა. 2009 წლის 11 ნოემბერს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. აი, მოგიკვდი. ლაშა ტორონჯაძე. ეცვა მუქი ფერის შარვალი. დილით გავუთავე. ჯიბეში ედო 54 ლარი. 2 ცალი რკინის 2 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი ნომრით. B. შემდეგი. ეს სერია მიყვარს ძალიან. 90-იანების დროის გახსენება შუა ქალაქში. ირაკლის დედასთან ემზადება თამარი, ქეთევანი და მარიკა. კლასელები. მისულივად 12 გვერდიანი, ცალხაზიანი, წვანე რვეულებით
დედასთან, ირაკლის დედასთან. შუქი ჩაქრა ყველგან და ქეთევანი ამბობს მხოლოდ 57 კორპუსს აქვს შუქიო და რატომ ქონდა შუქი? რატო ეს კი დგები ჯინსი მაცვია, თბილი ჯემპრი, ესეთი აბადოკები მე და თათულის ორივეს და გადავდივარ ესე იქითკენ დიდი ხო იყო ფანჯარა. ხო და თან საღეჭიაზის ღვეჭავთ, იმიტომ რომ მაშინ საღეჭირესი როგორი. სავარაუდოდ ამბავი იყო. პედრო ან ტურბო რაღაცა ეგეთი. იქ შუქი იმიტომ აქვს, რომ იქ კიტოვანის საყვარელი ცხოვრობს. ეგ არის კი. ნანა მას ნახე 57 კორპუსში კი არ ჩააქრეს. იმიტომ არ ჩააქრეს, რომ იქ კიტოვანის საყვარელი ცხოვრობს და შუქი სულა. სალომე და სანდრო გაბუტულები არიან. ქეთევანი ასწავლის სალომეს როგორ უნდა ელაპარაკოს სანდროს კაცრი ხმით. აი თუ გასწოს ეს შენი ინტონაცია. ბარში ვსხედვართ მე და სალომე. სალომეს ვეუბნები ცოტა მკაცრად უნდა დაუძახო და ცოტა მეტად უნდა მოთხოვო. აი შენი ხასიათი უნდა დაანახო სანდროს თქო და სალომე მერთხელ ცადა, ორჯერ ცადა, ვერ გააკეთა და მერე უცებ ეს ქეთევანი აქ ბაბთა რაღაცა ვარდისფერი და ვარდისფერი ზედა ძალიან ისეთი ცხრიალა გოგო, უცებ ეს პატარა გოგო, ბიჭო მოდი აქ! ბიჭო მოდი აქ. სალომე რა არის ახლა ეს? აი შეხედე. ბიჭო მოდი აქ! სალომესაც შეეშინდა, არა მარტო იქ ბიჭებს. ქეთევანმა და ანანომ იმგზავრეს მარშრუტკით. ქეთევანი თამარს უყვება გზავრობისას ანანოსა და მარშრუტკის მძღოლის დიალოგს. ხო, საოცარი დიალოგი გქონდათო ვეუბნები თამარს. ანანო უყვებოდაო ციყვებზეო, ის მანქანის რომელიღაც ნაწილზე, შარავოიზე. ანანო უყვებოდა მერცხალზე, ისიც რაღაც ერთ-ერთი ნაწილის კლადიშების რაკარუკზე. მოკლედ თელი გზა თამარ რუტუ. გადასარევი. ეს მოყვებოდა მერე მერცხალზე, ის შარავოის კადრზე. რუტუ. და ბოლოს თამარის ქორწილია აჭარულის სამოსით დათო შემოდის და ესე შეძახებს რომ პატარძალი სად არის მიგყავსო. არ გაკატან ჩემდას. რას არ გაატან ქეთევან? პატარძალი სად არის მიგყავს? არ გაგატან ჩემდას. რას არ გაატან ბეჭინო. ანუ გამიწე ჩავაბარე. გადასარევი. ჩავაბარე. იცი რა მე კიდევ ერთხელ დავწმუნდი დღეს რომ არა მარტო ჩემი შვილების თაობა. ხმადვარ ზოგადად მათი შვილებისა და შვილიშვილების თაობაც აუცილებლად შეხედავს შუაკალას. ჩვენი სტუმრები იყვნენ თათული ედიჩერაშვილი და თამულა ნიკოლაძე. დიდი მადლობა თქვენ მოგზაურობისთვის. ბევრი წარმატება თქვენს გადაცემას და კარგი სტუმრები. დიდი მადლობა. ელეიმედის გამორჩეული სახე ულამაზესი მანიკა ასათიანია სტუმრად ჩვენ შოუში. მოგზაურდი შემოგვიყვანო როგორ ხარ? კარგად, მოგზაურდი. მანიკა საღამომშვიდობისა შეგენაცვალე. მადლობა მოგზაურობისთვის და ალბათ პირველ რიგში შენ უნდა მოგილოცო დღევანდელი დღე, პრინციპში ყველა იმედელს, მაგრამ შენ ისე სიზღურცეულად ხარ დაკავშირებული ტელეიმედთან და თანაც იმედი გამოირჩევა ბევრი პროექტით, მაგრამ პირველ რიგში მეგა პროექტებით. და მე რასაც ვიხსენებ, ყველა მეგა პროექტი პირდაპირ თუ ირიბად შეგიკავშირდება, იმიტომ რომ ან წამყვანი ხარ, ან ჟიურცევრი და ან მონაწილე და ძირითადად გამარჯვებული და ამიტომ მოდი იცი რა ვქნათ. აი შენი თალი დანახული ტელეიმედი და მეგა პროექტები, სადაც შენ აი ესეთი გამორჩეული როლი გერგო. სიამოვნებით მიმოვიხილოთ ერთად, მეც ვილოცავ ყველა იმედელს და იმედის ერთგულ მაყურებელს. იმიტომ რომ ხო ძალიან ბევრი მოგონება მაქვს ტელეარხთანაც და თითოეულ პროექტთან, რომლის ნაწილიც მე ვარ და განგრძობითია ეს პროცესი, ხო? ზუსტად, რადგან აი სულ ცოტა ხნის წინათ დამთავრდა მორიგის სეზონი საკვამენო ვარსკვლავებისა, მოდით უგნებო საკენა დავიწყოთ. კი ბატონო, როდესაც ამ პროექტებს საუბრობ, მე სულ ვიძახი, ეს არის მაყურებლისთვის გამორჩეულად საყვარელი პროექტი, იმიტომ რომ მუდმივად მოლოდინშია, ვინც არ უნდა იცეკოს და ყოველთვის გამორჩეული მონაწილეები ყავს ხოლმე, მაგრამ აი ვინც არ უნდა იცეკოს, თვითონ პროექტი იმდენად ყურებადია, რომ ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მაგას არ აქვს ხოლმე. თუმცა, რა თქმა უნდა, პროექტის შემქმნელები ყოველთვის ისე არჩევენ, ასე ვთქვათ, მონაწილეებსაც, რომ ყველასათვის
მისაღები და საყვარელი ხალხი შეარჩიოს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, თუმცა ცეკვენ ვარსკვლავის სხვა კუთხით გვაცნობს ხოლმე თითოეულ მათგანს. წლევანდელი სეზონიც ნამდვილად იყო გამორჩეული და აქედან კიდევ ერთხელ მივულოცავ გამარჯვებულს. თანაც სხვა ნიჭის წახნაგები გამოჩინა ისეთი ხალხისა, სულ არ ფიქრობდი, რომ ნეტა ის მოახერხებს, რომ ხო და მგონია, რომ მათ პიროვნულ თვისებებზეც ძალიან კარგად აისახება პროექტი, იმიტომ რომ გამძლეობა, რაღაცა სიმყარე, პირველ რიგში მენტალური, რაც ყველა ადამიანს სჭირდება, გამოიმუშავებს მსგავსი პროექტები. ყველა მიხვდა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია personality ნებისმიერ ადამიანში, რომ ასეა. ფიზიკურ მონაცემებთან ერთად ეთახები. ესეც გვასწავლა პროექტია. მოდი გადავიდეთ მეორე პროექტზე, რომელიც მე პირადად გამორჩეულად მაინტერესებს ხოლმე, იმიტომ რომ სიმართლე ვერც ერთხელ ვერ გავარტყი პროექტში ვინ არის. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ახლა ჩემგან შორს არ არის, მაგრამ რაღაც ისე ორგანულად იღებებიან ხოლმე, რომ მოდი ამაზეც ვითხარ. იმიტომ შენ თან ტრიუმფატორი იყავი, ვინ არის სეზონისა და იმავდროულად უკვე ჟიურის პოზიციიდანაც შეგიძლია რომ შეაფასო. ხო, ამ პროექტის მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტები მაქვს და არ გაუკვირდება მაყურებელსაც, იმიტომ რომ ჩემს გონებაში არის გამორჩეული მომენტები ცხოვრებიდან და ნამდვილად არის ერთ-ერთი ვინ არის. 2 თვე გავატარე ამ პროექტში როგორც მონაწილე, ჯერ ამით დავიწყებ და მართლა დაუვიწყარი ემოციები იყო ჩემთვის ის რაც იქ ხდებოდა ყოველ ჯერზე და ბოლო დასკვნითი ეპიზოდი რა თქმა უნდა განსაკუთრებულად სასიამოვნო, როცა მიზანი გაქვს და ამ მიზანს მიაღწევ, არ ვიცი რას შევადარო, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად იყო, თან მე არ მიყვარს კონკურსები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ, კონკურსები არ მიყვარს. რატომღაც ეს შეჯიბრი არ არის ჩემი სტილი, მაგრამ აქ ვინაიდან შენიღბული ვიყავი და ბოლომდე ჩემი ყველანაირი მონაცემის თუ ფარული ნიჭის გამომჟღავნების შესაძლებლობა მომეცა, უდიდესი მადლიერების გრძნობა მაქვს ყოველთვის ამ პროექტის მიმართ. შემდეგ უკვე როგორც ჟიურის წევრი, ძალიან ვისიამოვნე სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ახალი ამპლუა იყო და აზარტი იყო, როგორ ხმარებოდა ის გამოცდილება, რომელიც როგორც მონაწილეს ჰქონდა დაგროვებული. დახმარებით სიმართლე რო ვთქვა, არა. უფრო ემპათია მქონდა თითოეული მონაწილის მიმართ, იმიტომ რომ ვიცი რა რთულია იყო ამ თოჯინის ქვეშ და გააკეთო ის, რასაც თითოეული მათგანი ცდილობდა და აკეთებდა. ამიტომ ეს მომენტი უფრო მქონდა, უფრო ემოციური ფონი. დანარჩენი მე მგონი ვერაფერი ვერ გვეხმარება. მინდობილები ვართ ხოლმე რაღაცა ინტუიციას უფრო რა. იქ არის მინიშნებები, რა თქმა უნდა, ხა ჩემზეც იყო მინიშნებები, თუ კარგად დააკვირდებოდი, შეიძლებოდა რაღაცეების გადაბმა და ასე ვთქვათ, გამოცნობა, მაგრამ რთულია რა, იმიტომ რომ მართლა აქაც ძალიან მაღალი პროფესიონალები არიან შეკრებილები, რომლებიც მუშაობენ და ქმნიან ამ პროექტზე, შესაბამისად არსი ზუსტად ის არის, რომ ვერავინ ვერ გამოიცნოს, ან გამოიცნოს ძალიან გვიან ეტაპზე და იმარჯვებს ის, ვინც შენიღბული დარჩება ბოლომდე, როგორც წესი ასეა ხოლმე, ასე რომ მოუთმენლად ველოდები, როდის იქნება მორიგი სეზონი, იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს მართლა, როგორც მაყურებელი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი არის ხოლმე პირადად ჩემთვის. მოდი გადავიდეთ კიდევ ერთ საინტერესო პროექტზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ უნიშნელოვანესი იყო კიდევ ერთი ნიშნით, რასაც ქვია ქართული სასიმღერო ტრადიციების გამომზეურება, პოპულარიზაცია, ოჯახური მუსიცირების ხელშეწყობა და გაცნობა მრავალი იმ ადამიანის, რომელიც დღესაც მღერის და ამას ფართო აუდიტორია მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელები ხელმისაწვდომია ყველასთვის, მაინც ტელეიმედის აუდიტორია არის ძალიან დიდი და ამ ხრივ პროექტი მიმღერე არის მართლაც იშვიათად საინტერესო. გია, მიუხედავად იმისა, რომ მიმღერეს წამყვანი წელს აღარ ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროექტია და შესაბამისად კი, და ნუცა ქავთარაძე არის ამჯერად და მართლა საოცარი პროექტია. ჩემთვისაც ძალიან ახლობელი პროექტია, იმიტომ რომ რამდენიმე სეზონი წავიყვანე და ბუნებრივია თითოეული ეპიზოდი მახსოვს ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის, იმ ადამიანების პოპულარიზაციისთვის, ვინც მღერის ქართულად და ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან, თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება მივიწყებული ცუდი სიტყვა, მაგრამ შედარებით პასიურ ფაზაში იყვნენ გადასულები, დღეს მგონია რომ მათთვის ძალიან დიდი რამ მოიტანა ამ პროექტმა, ასე რომ ამ შემთხვევაშიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პროექტი, რომელიც მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს, ყოველთვის პოზიტიურ ჭრილში განიხილება ხოლმე მიმღერეს პროექტი და შესაბამისად სეზონიდან სეზონამდე ელოდებია ჩვენი მაყურებლები და გამორჩეულია და თავისი ნიშა აქვს, ასე ვთქვათ. წარმატებები უსურვოთ მიმღერეს ყველა მონაწილეს.
კიდევ ერთი პროექტი იყო, სადაც ჩვენ ესეთი ეგზოტიკურ კონტექსტში წარმოჩენდი სხვა მონაწილეებთან ერთად, ეს იყო კუნძული, ხო? კი. კუნძულიც არის განსხვავებული და გამორჩეული მეგა შოუ. პირველი სეზონი იყო ცოტა ექსპერიმენტულიც, იმიტომ რომ პირველად გაკეთდა ასეთი რამ. გზადაგზა იცვლებოდა სცენარი და თან, როდესაც სამშობლოდან ძალიან შორს ხარ, ჩვენ ვიყავით სამხრეთ ამერიკაში, პუნტა-კანას კუნძულზე და განსხვავებული სპეციფიკა იყო თვითონ მუშაობის და ძალიან საინტერესო. ტელეიმედის დაბადების დღეს გვერდს ვერაფრით ავუვლიდით ჩვენს იუმორინას. ვინაიდან უკვე 21 წელია, რაც იუმორინას საკონცერტო პროექტები ტელეიმედის ეთერში გადის და მუდმივად უმაღლესი სატელევიზიო რეიტინგებით გამოირჩევა. ამიტომაც დღევანდელ გადაცემაში სტუმრად გვყავს იუმორინას ცნობილი სახე, ქართული იუმორის დიდოსტატი ბატონი ბიძინა მახარაძე. სალამი ჩემო ბიძინა. პირველ რიგში რა თქმა უნდა მოლოცვით უნდა დავიწყო, რადგან იუმორინა ვახსენეთ, მოუყვება ჩვენ ეს ემოცია, თუ გნებავთ ეიფორია, მაგრამ რასავარი არა მარტო ჩვენ, არამედ 100,000-ობით მაყურებელს, რომელიც გვიდასტურებს ჩვენ ამ ხარდაჭერა სითბოს სიყვარულს და ყოველ ჯერზე სარგებლო შემთხვევით და შენთან ერთად უღრმეს მადლობას გადავუხდი ჩვენს ერთგულ მაყურებელს, რომელიც ამდენი ხანია გვერდში გვიდგას და მოუყვება. არა, რა თქვა უნდა კაცო. ჩვენ მაყურებლის გარეშე ვინ ვართ, არავინ. ეს კი არა იუმორსაც ეგეხება. მაყურებელთან ერთად ქმნი. ეს არ არის ესეთი ხელოვნება კინო, რომ გადაიღე და მე იმან აღიქვა, არ აღიქვა. ეს ხო წამიერია, ეს ყველაფერი და ამიტომ თუ კი რამე შემიქმნია მეც და იუმორა შექმნა, მაყურებელთან ერთად არის შექმნილი. რა თქმა უნდა, ზუსტად ასეა. შენ ამდენი ხანია რაც მაყურებელი გიცქერს და შენი შემოქმედების მოყვარულებმა ამის ზეპირად იციან თითოეული სიტყვა, თითოეული ფრაზა. მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ შენ საკმაოდ საინტერესო სპორტული წარსული გაქვს, იმიტომ რომ ხელბურთელი იყავი და ფეხბურთთანაც საკმაოდ ახლოს იყავი. ნუ ხო, თუ რამე მრგვალია ყველა. ესე იგი, ყველაფერთან მქონდა შეხება და ახლა მე ხო გონიოდან ვარ. ხო და ძალიან დამამახსოვრდა. მე მივხვდი ვის წინააღმდეგ მქონდა ნათამაშები თურმე. მაშინ ვიყავი რომელ კლასში, მე-7 მერვე კლასში ვიყავ, მაგრამ სკოლის ნაკრებში ამიყვანეს. მე-9 ნომრად ვიყავი მახსოვს. ხო, თუმცა ფრთაზე უნდა მეთამაშა. ესე იგი გონიოს ნაკრები ხდება ნორჩ დინამოელებს ბათუმის. და ერთი ფეხბურთელი იყო, იმა თეთრი ფორმები ეცვათ, კარგად მახსოვს. ბიჭო რო აიღებდა ბურთს, დავსდებდი, ვერავინ ვერ ართმევდა რა, სამი კაცის მოტყუება არაფერი არ იყო. ხო და გავიდა წლები, გავიდა. მე იქ ჩვენთან იყო ვინც დადიოდა ნორჩ დინამოელში, ჩემი სოფლელი. სულიკო მალაღმაძე და ვინ იყო მეუთხარისა და ეგაო ქორიძეაო და ქორიძეა. ვის აღმოჩნდა? ერერო თბილისის დინამოს. მე რო გავახსენე, გახსოვს მეუთხარი გონიოში რო კი, მე შეწინააღმდეგ თამაშობდი მეუთხარი. ხო და მე მოიპოვა თუ კი რამე იყო, რა ქვია. მაგრამ შენ მე ამ ხანაგურ თამაში არც მეტი ასაგლები ალექსანდრე ჩივაძეს წინააღმდეგ გაქვს ნათამაშები, ხო? ეს როგორ იყო, იცი ახლა ყველაფერს უნდა დაარქვა თავის სახელი, მე არ მომიგონია. ამაც ერქვა ესტრადის ვარსკვლავთან ნაკრები, ქართული ესტრადის ვარსკვლავთან ნაკრები, ხდებოდა თბილისის დინამოს. დავდექი თავდასხმაში. გადავდგამ ფეხს, გადმოვდგამ ჩივაძე. გადმოვდგამ, წინ წავალ, მე ვთხარი, აქვს ხვენია, მე კიდე ამოკეთვა მინდა. არ ვიცი ახლა რა დიალოგები იყო, მაგრამ მე ნახევარის ხო ვარ ქართლელი და გომი და ხაშვილი რაღაცა და ნუ ცუდად მართლა არ ვთამაშობდი ახლა იმ დონეზე, იმ გომის დონეზე. და ბურთს რო ავიღებდი, ძნელად მართვევდნენ. სამი კაცის მოტყუება პრინციპში ჩემთვის არაფერი არ იყო. ხო და ეხლა არ ვიცი, უცებ გაერთიანდა ჩემში პაროდისტობის და იმიტატორის ნიჭით რა რაზე გიყვები, რომ იმ დღეს ნახე ბრაზილიის თამაში ვიღაცას ხდებოდა არ მახსოვს და პელე იყო, ნუ პელე იყო რა. იქში იყო მაშინ პელე. არ ვიცი გადმომედო ეს მისკა. თუ უბრალოდ ბაძავდი. როვარი მისაბაძია გასა. ხო არა, რა თქმა და ხო და ბიჭო, ავიღებდი ამბობს და ქორიძის არ იყოს. დამზევდა 5-6 კაცი ეს გომელები. ჯერ ხო წინ წავიდა, წავედა და ბოლოს მოეშალათ ნერვები, კაი და ერთ ჩემ მეზობელია სორელნაზე ოქრო ქვია და ამასა ბიჭო კიდე პელეს ნახვა უნდა. ისედაც ვერ ვაშერებდი. ეხლა ჩემობიძინა, ამ ყველაფერზე და ფეხბურთზე კიდე რატო ჩამოვაგდე საუბარი შენ ყველაზე უკეთ გამიგებ, ისევე როგორც უამრავი ტელემაყურებელი, რომელიც იმავდროულად
ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარია და როგორი გულშემატკივრობა ვიცით ქართველებმა, ეს გადასარევად დავამტკიცეთ, თუნდაც გერმანიაში, როდესაც ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი და სადაც ჩვენ ქართველებმა პირველ რიგში მოედანზე და შემდგომ ტრიბუნებზე ჩვენი ხმამაღალი სიტყვა ვთქვით. სულ მალე რამდენიმე დღეში არის უმნიშვნელოვანესი თამაში სომხეთის ნაკრებთან ჯერ გასვლაზე და შემდგომ შინ და ამასთან კარგად დავცადეთ ჩვენი შოუდან ესეთი გზის დალოცვა ჩვენი ფეხბურთელებისთვის სიმღერით. ხო და სწორედ ეს სიმღერა მინდა შევთავაზო ახლა ჩვენი წლევანდელი იუმორინადან, რომელიც საბერძნეთის ნაკრებთან იმ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდგომ შეიქმნა და მოდი ამ სიმღერით დაულოცოთ გზა და კიდევ ერთხელ გამარჯვება უსურვოთ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს. დასრულდა ტრაბახი ბერძენი ფანების ცხვირწილ რომ მივუკეთეთ ევროპული კარები ბრძოლით დავამარცხეთ ბერძენთან ნაკრები ევროპის ჩემპიონი ეროვნული ნაკრები ასე ვიბრძვით როცა ბრძოლა სასახელოა როცა ვიცით რომ ჩვენს უკან საქართველოა მაშინ ბერძნული ნაკრები ჩვენ რას დაგვაკლებს საჩვენი ერეკლე და სადიმათი ჰერაკლე ნატურა და მიზანი რაც უფრო რთულია მისი აღსრულება ხომ უფრო სამურია ზეიმის დრო არის ღვინის და სასმისის მოვიგეთ დავიბრუნეთ ჩვენი ოქროს საწმისი ასეთი აღმაფრენა ჯერ არასდროს ვინახავს დიდი თუ პატარა ბედნიერი დადის მადლობა გუნდსა და მადლობა ტრიბუნებს აუ რა ვიღრიალეთ დარახნით ვიგუგუნეთ ძირსუი ბლობა და ძირსუი მედობა ერთ დღეში დავიბრუნეთ დაკარგული ერთობა ემდე ევროპულ ჩემპიონატებს ჩვენ ქართველები გუნდებით ხოლოდ შორიდან გასელიტაში ჩვენს გავერიეთ რო შეიცვალა ახლა ჩვენი დრო მოვიდა ახლა ჩვენი დრო მოვიდა ახლა ჩვენი დრო მოვიდა ახლა ჩვენი დრო მოვიდა გერმანიაში ბევრი ვიყავით რომ გვექო მაგრამ მთელი ძალით და ღონითა ბათუმიდან და ქუთაისიდან ზესტაფონიდან გურჯაანიდან ხონიდან ხაშურიდან და გორიდან ახლა ჩვენი დრო მოვიდა ახლა ჩვენი დრო მოვიდა ეს ამით გემშვიდობებით ვიფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. მომავალ შეხვედრამდე.